არისტოტელესეული პოზიციის საფუძველზე შუა საუკუნეებში ყალიბდება რეალიზმი. რეალიზმი ფაქტობრივად წარმოადგენს ერთ-ერთ მიმდინარეობას სქოლასტიკურ ფილოსოფიაში, ანუ შუა საუკუნეების ფილოსოფიაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყოფნის ძირითადი სტრუქტურები სამყაროს საგნებშია რეალიზებული. ხო თუ კი ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს პოზიცია მოდის არისტოტელესეული ხედვისაგან და გავითვალისწინებთ არისტოტელესეულ მეტაფიზიკას, მაშინ ეს ყოფნის ძირითადი სტრუქტურები, რომელიც მასთან არის, მის მიერ არის თემატიზირებული, გახლავთ ფორმა და მატერია და შესაბამისად რეალისტური პოზიცია გვეუბნება იმას, რომ ფორმა და მატერია არის რეალიზებული საგნებში, ხოლო საგნები კი არის ადეკვატურად, ესე ვთქვათ, რეალურად ასახული ენაში, ენის ძირითად სტრუქტურებში. ფაქტობრივად, აი ამ პოზიციის საფუძველზე ყალიბდება შუა საუკუნეებში ის, რასაც სპეკულატიური გრამატიკა ეწოდება, თუმცა ამას ამ თეორიას ნაკლები რამ აქვს საერთო გრამატიკასთან დღევანდელი გაგებით, იმიტომ რომ ეს არ სწავლობს ამ შემთხვევაში ზმნის ფორმების სერიებს და მწკრივებს და ასე შემდეგ, არამედ გრამატიკა ეწოდება იმდენად, რამდენადაც იგი ენასთან არის დაკავშირებული და ამ შემთხვევაში გულისხმობს და ეხება იმას, თუ ენის უნივერსალური ფორმები და ენობრივი ფორმებით გამოთქმული ყოფნის ფორმები როგორ ურთიერთმიმართებაშია ერთმანეთთან. აი ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ ეს პოზიცია არის გამოკვეთილი თომას ფონ ერფურტთან, რომლის ტრაქტატუს დე მოდის სიგნიფიკანტი ეს პოზიცია ყველაზე უფრო სრულყოფილად არის აღწერილი. რეალიზმის საპირისპიროდ ასე ვთქვათ, შუა საუკუნეების სქოლასტიკაშივე ყალიბდება მისი გამაკრიტიკებელი და მისი საპირისპირო პოზიცია, რომელიც გახლავთ ნომინალიზმი და რომელსაც საფუძველს უდებს უილიამ ოფ ოკამი, ან როგორც მას გერმანულ ტრადიციაში უწოდებენ ხოლმე ვილჰელმ ფონ ოკამი. ნომინალისტური თვალთახედვა ეფუძნება ორ ძირითად თეზას. უპირველეს ყოვლისა, იგი, ასე ვთქვათ, აი ამ სამყაროს ძირითადი სტრუქტურების გაგებადობას შეიძლება ითქვას, რომ ეჭვქვეშ აყენებს, იმდენად რამდენადაც ამბობს, რომ თუ სამყაროს არ აქვს თავისი თავიდან გაგებადი წესრიგი, მაშინ ის რისი გაგებაც ადამიანს სამყაროს შესახებ შეუძლია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავად ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურების საფუძველზე. და ენას შესაბამისად არ შეიძლება ჩავწუდოთ როგორც სამყაროს წესრიგთან ურთიერთმიმართების პოზიციიდან, იმიტომ რომ შეგახსენებთ რეალიზმის პოზიციას და სემანტიკური რეალიზმის პოზიციას, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ სამყაროს ძირითადი სტრუქტურები ენის ძირითად სტრუქტურებში აისახება. მაგრამ თუ კი მე სამყაროს ძირითადი სტრუქტურების გაგება არ შემიძლია თავისი თავიდან და რასაც მის შესახებ ვიგებ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მიერ შექმნილი სტრუქტურების საფუძველზე, მაშინ ბუნებრივია, რომ ენასაც ვეღარ გავიგებ მე სამყაროს სტრუქტურების და სამყაროსთან ურთიერთქმედების გზიდან. მეორე მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელსაც ნომინალიზმი ამ შემთხვევაში აყალიბებს, გახლავთ შემდეგი, რომ სიტყვები შემოტანილია საგანთა მრავალგვარობის აღსანიშნავად, ცხადია, მაგრამ თავისთავად, ესე ვთქვათ, ენობრივ გამონათქვამებს და საგნებს შორის ერთმანეთზე დამოკიდებულება არ არსებობს, არამედ ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებად უნდა იყოს განხილული, ანუ სკამს საგანს სკამს და სიტყვას სკამს შორის არ არსებობს, ესე ვთქვათ, რაიმე აუცილებელი ურთიერთმიმართება და სიტყვა სკამი დამოუკიდებელია, ესე ვთქვათ, საგანის სკამისაგან. შესაბამისად, ესე ვთქვათ, საგანის სკამის განადგურების შემდეგ, დამტვრევის შემდეგ, სიტყვა სკამი აგრძელებს არსებობას და მათ შორის არ არის რაიმე, ესე ვთქვათ, ურთიერთკავშირი, ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ერთეულებია.
ესე ვთქვათ, ახალ დროში ხდება პრინციპულად ახალი ხედვის განვითარება ენის შესახებ, თუმცა მანამდე ალბათ 2-3 წუთით უნდა შევეხოთ დეკარტეს კარტეზიანულ ფილოსოფიას, ვინაიდან მასთან ხდება სიმძიმის ცენტრის, ასე ვთქვათ, შემეცნებითი სიმძიმის ცენტრის სუბიექტზე გადმოტანა, იმიტომ რომ თუ კი მანამდე, ასე ვთქვათ, შემეცნებითი აქტივობა ადამიანისა მიმართული იყო უპირველეს ყოვლისა გარე სამყაროზე, დეკარტე ამ შემთხვევაში თავისი მეთოდოლოგიური სკეპტიციზმის ჩამოყალიბებით, ასე ვთქვათ, შემეცნების საწყის მიმართავს თავად ადამიანის სუბიექტის შიგნით და ამბობს, რომ ჩვენი შემეცნება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ და მხოლოდ უეჭველიდან და ერთადერთი უეჭველი, რაც შეიძლება მე ვიცოდე საკუთარი თავის შესახებ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მე ვაზროვნებ და ეს ცოდნა არის უეჭველი როგორც საკუთარი თავის მიმართ, ესევე გარე სამყაროს მიმართაც, იმიტომ რომ გარე სამყაროში მე არ მეძლევა არაფერი უეჭველი და ასე ვთქვათ, არაფერი იმის დამადასტურებელი, რომ ვთქვა, რომ ჩემი წარმოდგენები მის შესახებ არის გამართლებული, არის, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებასთან მიახლოებული, ჭეშმარიტებასთან თანაზიარი. ამიტომ, ასე ვთქვათ, საჭიროა, რათა ცოდნა იქნას ჭეშმარიტი, მოპოვებული იქნას ჭეშმარიტი ცოდნა, იგი, ესე ვთქვათ, დაწყებული იქნას უეჭველიდან და ყველაზე უფრო უეჭველი, ყველაზე უფრო ცხადი ამ შემთხვევაში, რაც მე მეძლევა, როგორც შემეცნებელ სუბიექტს, ეს არის თავად ჩემი აზროვნების პროცესი, თავად ჩემი დაეჭვების პროცესი და დაეჭვება ეს არის აზროვნების გამოხატულება. სწორედ ამ პლატფორმის გამოხატულება ამის მიერ ჩამოყალიბებული, ესე ვთქვათ, თეზა, რომელიც გვეუბნება კოგიტო ერგო სუმ, ვაზრობოდეთ მაშა სადამე ვარსებობ. მაგრამ დეკარტე ამავდროულად, ესე ვთქვათ, ამბობს, რომ ამ შემეცნების პროცესში, რაც სუბიექტის მხრიდან, ესე ვთქვათ, მონაწილეობს, ეს არის თანშობილი იდეები, რომელიც სუბიექტის გონებაში არის მოცემული, ჩვენს გონებაში არის მოცემული. და ეს არის სწორედ ის პოზიცია, რომელსაც მისი იდეური მოწინააღმდეგე, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, ჯონ ლუკი უპირისპირდება, თუმცა მიუხედავად იგი გვეუბნება ჩვენ, რომ სუბიექტის ცნობიერებაში არ არის არაფერი თავითვე, ესე ვთქვათ, თანშობილი მოცემული, არამედ სუბიექტის ცნობიერება ეს არის ტაბულა რაზა, ანუ ცარიელი დაფა და მასზე გარე სამყაროსთან ურთიერთობაში მოსვლის შედეგად აღიბეჭდება შთაბეჭდილებები, აღიბეჭდება წარმოდგენები. ამ წარმოდგენებს, მიღებულ წარმოდგენებს გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებაში მოსვლის შედეგად, ესე ვთქვათ, ცნობიერებაში მიღებულ წარმოდგენებს ლოკი უწოდებს იდეებს, თუმცა რათა ეს ლოკისეული იდეა პლატონისეული იდეისაგან განვასხვავოთ, ამდენად ალბათ უპრიანია ამ შემთხვევაში კანტიანური ტერმინი წარმოდგენა ვიხმაროთ ამ კონტექსტში. და მაგრამ აი მიუხედავად ამ იდეური დაპირისპირებისა, ლოკიც ფაქტობრივად იმ ქვაკუთხედზე მოძრაობს, იმ სააზროვნო ქვაკუთხედზე მოძრაობს, როგორც დეკარტე, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ხედვის პრიზმაც ამ შემთხვევაში სწორედ სუბიექტზე არის მიმართული და მისი ცნობიერება, სუბიექტის ცნობიერებაც სწორედ მისი ფილოსოფიის ცენტრში დგას. და საინტერესო არის, რომ მის მიერ 1690 წელს დაწერილ ნაშრომშიც და ადამიანური გონების შესახებ, აქ, ასე ვთქვათ, მთელი ერთი ნაწილი ლოკმა დაუთმო ენას, ენის პრობლემატიკას. ნაშრომი შედგება სულ 4 ნაწილისაგან და მთელი მესამე ნაწილი არის დათმობილი სწორედ ენის საკითხებს და საინტერესო არის ის, რომ ლოკი წერს პირდაპირ ღიად, რომ ამ ნაშრომის წერისას არც კი მეგონაო თუ ენის საკითხების ესეთი დაწვრილებით განხილვა მომიწევდაო. აქ ის ანვითარებს, ესე ვთქვათ, თავისებურ პოზიციას ნომინალიზმისა, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ აი ეს ენობრივი გამონათქვამები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, არა, ეს
მიმართულია ცალკეულ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც გარესამყაროს მიერ არის გამოწვეული ადამიანის გონებაში. ანუ ენობრივი გამონათქვამები ცდილობენ გადმოსცენ ის შთაბეჭდილებები, რომლებიც ადამიანურ გონებაში გარესამყაროსთან ურთიერთქმედების გზით წარმოიქმნა. და ლოგთან ჩვენ ვხვდებით ენის ისეთ განსაზღვრებას, რომელსაც მანამდე არ ქონია, ესე ვთქვათ, ადგილი. ენას იგი განსაზღვრავს როგორც საშუალებას, როგორც მედიუმს იმისას, რომ გრძნობადი შთაბეჭდილებები აღნიშნო და შემდეგ სხვებს გაუზიარო. ანუ იგი ენას განსაზღვრავს როგორც კომუნიკაციის საშუალებას, რაც ჩვენთვის თავისთავად ძალიან ცხადი რამ არის, მაგრამ რომლის, ესე ვთქვათ, დეფინიციის სახით ჩამოყალიბებასაც მანამდე ადგილი არ ჰქონია ესე ექსპლიციტურად. და ის პოზიცია, რომელსაც ლუკი ენის შესახებ ამვითარებს, ფაქტობრივად არის აი ეს ცნობიერების ფილოსოფიის პოზიცია ენის მიმართ. და მასთან, ასე ვთქვათ, არის აი ეს სემანტიკური ფსიქოლოგიზმის სახეზე. კიდევ ერთხელ რომ განვსაზღვროთ, სემანტიკური ფსიქოლოგიზმი ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ მოსაუბრის გონში არსებული წარმოდგენები ეს არის ენობრივი გამონათქვამების მნიშვნელობა. ანუ წარმოდგენები, რომლებიც არის ჩვენს გონებაში, არის ენობრივი გამონათქვამების მნიშვნელობა. აქ ამ პოზიციის სირთულე მდგომარეობს თავად იმ ახსნაში, რომელსაც ლოკი ამ წარმოდგენების გენეზისს უკავშირებს. ეს წარმოდგენები ხომ მიღებულია ადამიანის გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაში მოსulis შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე. და აი აქ არის სწორედ ის პრობლემა, რომ როგორ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვანაირი გამოცდილების მქონე ადამიანები, იქნება ეს განსხვავებული ინტელექტუალური გამოცდილება, თუ იქნება ეს განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება, სამყაროს თუნდაც ერთი და იგივე მოვლენასთან ურთიერთმიმართებაში მოსulis შედეგად ერთი და იგივე შთაბეჭდილებებს ღებულობენ თავის გონებაში. და შემდგომში ამ შთაბეჭდილებებს ერთი და იგივე ენობრივ გამონათქვამთან აკავშირებენ. ანუ ეს არის ის სირთულე, ის აქილევსის ქუსლი, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, რომელიც აი ამ სემანტიკურ ფსიქოლოგიზმს ახლავს თან და რომელსაც პრინციპში ლოკიც გრძნობს, თუნდაც იმდენად, რომ როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, ან როგორ შეიძლება ჩვენ ავხსნათ ის, რომ თუნდაც ერთი და იგივე შთაბეჭდილებას შემდგომში მუდმივად ერთი და იგივე ენობრივ გამონათქვამთან დავაკავშირებთ, არა? ნუ ლოკი ცდილობს აქ შემოიტანოს ესეთი ახსნა, რომ დამწერლობის როლი წამოსწიოს წინ და თქვას, რომ აი დამწერლობა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ დავუშვათ ერთი შთაბეჭდილება დაკავშირებული ერთს ენობრივ გამონათქვამთან აღარ გვავიწყდება და ვინაიდან მას ჩავიწერთ და შემდგომში ესე ვთქვათ, აი ეს ჩაწერა განაპირობებს გარკვეულწილად ჩვევაში გადასვლას იმისას, რომ ერთი წარმოდგენა ერთ კონკრეტულ სიტყვას, ერთ კონკრეტულ ენობრივ გამონათქვამს უკავშირდება. ესე ვთქვათ, პრინციპულად იცვლება საკითხი მას შემდეგ, რაც კანტი წერს თავის წმინდა გონების კრიტიკას და მას უჩნდებიან კრიტიკოსები თავის მხრივ. ნუ ჯერ ალბათ უნდა მიმოვიხილოთ ოდნავ მაინც, ესე ვთქვათ, ეს კონტურები, რომელსაც შემეცნების პრობლემატიკასთან დაკავშირებით კანტი გვთავაზობს. მოგეხსენებათ, ის ამბობს, რომ შემეცნება ხორციელდება, ესე ვთქვათ, ჩვენი ცოდნის აპრიორული ფორმების საშუალებით და ეს არის მოცემული სწორედ ჩვენი გონების სტრუქტურებში და შესაბამისად, ესე ვთქვათ, ჩვენი გონების სტრუქტურები, ჩვენი ცოდნის აპრიორული ფორმები განსაზღვრავს აი სამყაროსთან როგორც გრძნობად, ისევე, ესე ვთქვათ, გონებისეულ მიმართებას. ნუ ამ გონებისეული მიმართების შედეგად, ესე ვთქვათ, არის სწორედ ეს აპრიორი ცოდნა და ნუ გრძნობადი მიმართების შედეგად არის მიღებული სწორედ ეს აპოსტერიორი, ანუ გამოცდილების შემდგომი ცოდნა. აპრიორი ცოდნა ეს არის გამოცდილებამდელი ცოდნა კანტისეული განმარტებით, არა? და როდესაც ის ამ
განსხვავებას ახდენს, როდესაც ის აი ამ ცოდნის გენეზისის, ესე ვთქვათ, საკითხს განიხილავს. კანტი ნაკლებ ყურადღებას უთმობს ენის მნიშვნელობას ამაში და ეს იყო სწორედ ის პუნქტი, რომელშიც კანტის პოზიცია გააკრიტიკა მისმა თანამედროვემ ჰერდერმა. ჰერდერი გვთავაზობს ესე ვთქვათ, აი ეს კრიტიკის შემდეგი მიმართულებით. პირველი ეს არის ის, რომ ადამიანური შემეცნება ხორციელდება იმ სტრუქტურებში, რომლებიც ენით არის განსაზღვრული. და ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენს გონებაში განსაზღვრული სტრუქტურები, არამედ ეს არის უპირველეს ყოვლისა ენით განსაზღვრული სტრუქტურები. და ენა განსაზღვრავს ადამიანის მიმართებას სამყაროსთან. ამავდროულად იგი ენას ასახელებს როგორც ადამიანური გონების განუყოფელ ნაწილს. ანუ ფაქტიურად ის, რომ ენა არის ადამიანის გონების განუყოფელი ნაწილი, ადამიანის საზროვნო პროცესის განუყოფელი ნაწილი, ამ თეზას შემდგომში ჰუმბოლტი გააგრძელებს, იმიტომ რომ ჰუმბოლტი ენას პირდაპირ უწოდებს, ესე ვთქვათ, ინსტრუმენტს, საშუალებას აზრების წარმოებისა. და ეს თეზა ფაქტიურად, აი ეს პოზიცია გამოხატავს ენისაკენ ჰერმენევტიკულ შემოbrunებას, რომლის მცდელობაც არის, ასე ვთქვათ, ჰერდერთან და ჰუმბოლდტთან, მაგრამ რომელიც უკანა პლანზე გადაიწევს ჰეგელის ცნობიერების ფილოსოფიის დომინირების შედეგად და ჰეგელიანული სოფხედველობის, ჰეგელიანული ფილოსოფიის, ასე ვთქვათ, დომინირების შედეგად. ენისაკენ შემოbrunება ისევ, აი ეს linguistic turn, რომელიც სადაც ძალიან ასე ვთქვათ, ხატოვნად და პრინციპში მოსწრებულად გამოხატავს აი ეს რორტის მიერ შემოტანილი ტერმინი. სწორედ ჰეგელის ცნობიერების ფილოსოფიის კრიტიკით იწყება და ის აყალიბებს ენაზე ახლებურ ხედვას. ეს ახლებური ხედვა გამოიხატება შემდეგში, რომ ენობრივი გამონათქვამების შინაარსი სუბიექტის ცნობიერებისგან დამოუკიდებლად უნდა იქნას გაგებული და უშესაბამისად ენობრივი გამონათქვამების შინაარსი უნდა იყოს როგორც სუბიექტის ცნობიერებისგან დამოუკიდებელი საფუძველი სამყაროსთან ადამიანის მიმართებისა. აი ეს ენობრივი შემოbrunება, ალბათ ხვდებით, რომ ფაქტობრივად არის ჰერდერისეული პოზიციის წინ წამოწევა, იმ პოზიციის წამოწევა, რომელიც უკვე ჰერდერს თავის თეზაში ჰქონდა, რომ ენა არის, ესე ვთქვათ, დამაკავშირებელი ადამიანისა გარე სამყაროსთან. ამ შემთხვევაში შეიძლება აი ამ ენისაკენ შემოbrunების პროცესში განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ერთის მხრივ სუბსტანციალური საზრისი, ხოლო მეორეს მხრივ კი მეთოდური საზრისი. სუბსტანციალური საზრისი ამ შემთხვევაში გულისხმობს იმას, რომ ენა როგორც ადამიანური შემეცნებითი საქმიანობის საფუძველი და ბაზისი განიხილება. ანუ მე როგორც სუბიექტი ვერანაირ შემეცნებით აქტივობას, ვერანაირ შემეცნებით საქმიანობას ვერ განვახორციელებ, თუ კი მე არ ვფლობ ენას. თუ კი მე ესე ვთქვათ, ენობრივი სტრუქტურები არ მაქვს ათვისებული. და თუ კი თქვენ დააკვირდებით პრინციპში სწორედ პატარა ბავშვების ურთიერთობას გარე სამყაროსთან, ისინი თავის შემეცნებით პროცესს, თავისი ინტელექტუალური აქტივობის პროცესს, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ძალიან წინა ხევრის 2-3 წლის ბავშვებს და ასე შემდეგ, იწყებენ სწორედ ენის ადგმით და შესაბამისად იმ ენობრივი სტრუქტურების გათვალისწინებით და გათავისებით, რომელთაც მათ გარშემო არსებული სოციუმის თავაზობს. რაც შეეხება მეთოდურ საზრისს, ესე ვთქვათ, ენისაკენ შემოbrunებისა, ეს იყო ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ, გარკვეულწილად მცდელობა იმისა, რომ ფილოსოფიას ენაზე რეფლექსიის გზით გარკვეული თვითკრიტიკა მოეხდინა და ეს თვითკრიტიკულობა ალბათ ყველაზე უფრო
თვალსაჩინოდ ჩანს ვიტგენშტაინის ლოგიკურ ფილოსოფიურ ტრაქტატში, როდესაც იგი მეტაფიზიკური მოცემულობების შესახებ საუბრის თემას, ესე ვთქვათ, ასრულებს წინადადებით, რომ ის რის შესახებაც ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ, მასზე უნდა დავდუმდეთ. ამ შემთხვევაში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე სწორედ ამ ენობრივი შემოbrunების კრიტიკას აქვს ადგილი და ეს გულისხმობს იმას, რომ ენა ადამიანის სამყაროსთან მიმართების სხვა დიმენსიებთან კორელაციაში უნდა იქნას განხილული და არ შეიძლება ენის ესეთი ფრაგმენტულად ამოგლეჯა, თუ შეიძლება ესე ითქვას, ადამიანის სამყაროსთან მიმართების კომპლექსურობიდან. ეხლა ის საკითხები, რომელსაც ენის ფილოსოფია განიხილავს, შეიძლება ერთ საერთო კითხვაში იქნას, ასე ვთქვათ, აკუმულირებული და ეს კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რას ნიშნავს საერთოდ ის, რომ ენობრივ გამონათქვამებს აქვთ მნიშვნელობა. აი ეს არის ცენტრალური კითხვა, რომელსაც ენის ფილოსოფია სვავს, თუმცა აქ შეიძლება კიდევ, ასე ვთქვათ, იყოფა ეს ქვეკითხვებად. ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ეს არის ენის წარმოშობის საკითხი, რომელსაც ასევე ორი მიმართულებით შეიძლება იქნას განხილული ეს. ენის წარმოშობა მეტაფიზიკურად, ანუ ამ შემთხვევაში ისმება კითხვა ენობრივი გამონათქვამის სპეციფიკური ყოფნის შესახებ, ანუ რა არის ენობრივი გამონათქვამის სპეციფიკური ყოფნის საფუძველი. ბუნებრივია ენობრივი გამონათქვამი, ხო, სიტყვა მას განსხვავებული ყოფნა აქვს, ვიდრე დავუშვათ მატერიალურ საგანს და რა არის მისი ყოფნის საფუძველი, რა არის იმის საფუძველი, რომ ესე ვთქვათ, საუკუნეების მანძილზე ერთი და იგივე ენობრივი გამონათქვამი ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. ისტორიულ ჭრილშიც დგას, ასე ვთქვათ, ენის წარმოშობის საკითხი და ეს გულისხმობს იმას, თუ როგორი იყო ენები მათი წარმოშობის პროცესში და როგორ განვითარდნენ ისინი. ეს კითხვა აქტუალური გახდა სწორედ 19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც დაიწყო ევროპულმა ცივილიზაციამ კრიტიკული რეფლექსია და ასე ვთქვათ, სამეცნიერული რეფლექსია აი იმ სხვა კულტურებისა, რომლებიც იმ პერიოდში ევროპულ სივრცესთან, ასე ვთქვათ, სწორედ აი იმ კოლონიალისტური პრაქტიკების შედეგად მოვიდნენ შეხება და როდესაც დავუშვათ ანთროპოლოგებმა, ევროპელმა ანთროპოლოგებმა, ევროპულმა ენათმეცნიერებმა აღმოაჩინეს დავუშვათ აბორიგენული ტიპის ტომები, რომლებიც პრინციპულად განსხვავებულ კულტურულ საფეხურზე იმყოფებოდნენ იმ პერიოდისათვის. ამ შემთხვევაში შემდგომი კითხვები, რომლებიც დგება ამ ენის ფილოსოფიის ფარგლებში და რომლებსაც ჩვენ ამ კურსის ფარგლებში განვიხილავთ, მდგომარეობს შემდეგში. რაშია ენობრივი გამონათქვამების მნიშვნელობა, რა მიმართებაში დგას ენობრივი გამონათქვამების სამყაროს ელემენტებთან, რა მიმართებაში არის ენობრივი გამონათქვამები ესევე გამომთქმელის სულიერ მდგომარეობასთან, ის ემოციურ მდგომარეობასთან, რა მნიშვნელობა აქვს ემოციას, ესე ვთქვათ, ენობრივი გამონათქვამის მნიშვნელობასთან მიმართებაში, რამდენად ცვლის გარკვეული ინტონაცია, თუნდაც, ესე ვთქვათ, წინადადების საზრის და რა რელევანტურობა აქვს ზოგადად ენას ადამიანთან მიმართებაში. რამდენად არის ენა ადამიანური ყოფნის, ადამიანური ყოფიერების განსაზღვრელი. აი ამ ბოლო კითხვაზე პასუხი ფაქტობრივად ისევ და ისევ შეიძლება ფილოსოფიის საწყის ეტაპებზე იქნას დაფუძნებული და დაძებნილი. ეს არის ისევ და ისევ არისტოტელესთან, რომელმაც გარდა იმისა, ასე ვთქვათ, მისი ცნობილი დეფინიციისა, რომ მან ადამიანს ძონ პოლიტიკონ, ანუ პოლიტიკური, სოციალური ცხოველი უწოდა. გარდა ამისა, მან შემოგთავაზა მეორე დეფინიციაც, რომელსაც, ასე ვთქვათ, ნაკლებად
ვახსენებთ ხოლმე ქართულ რეალობაში, ეს გახლავთ ის, რომ მან ადამიანს უწოდა გონიერი ცხოველიც, ანუ animal rationale, როგორც ეს შემდგომში ლათინურ ენოვან ტრადიციაში ითარგმნა. მაგრამ საინტერესო არის ამ შემთხვევაში თვითონ ბერძნული სახელწოდება, ასე ვთქვათ, და ბერძნულ ენაზე, ასე ვთქვათ, ეს დეფინიცია როგორ ჟღეს, ეს არის ძონ, ლოგონ, ეხონ, ანუ ცხოველი, რომელსაც აქვს ლოგონ, იგივე ლოგოსი. ლოგოსი საკმაოდ რთული სიტყვა, ძველ ბერძნულ ფილოსოფიურ ტექსტებში შეიძლება ესე ვთქვათ, გამდინარე იქიდან, რომ იგი ძალიან მრავალი მნიშვნელობის მატარებელია და გარდა იმისა, რომ გონებას ნიშნავს და სწორედ ეს გონება იქნა, მისი ეს მნიშვნელობა, გონების მნიშვნელობა იქნა აღებული სწორედ ამ ლათინურენოვან ტრადიციაში, იგი ასევე ნიშნავს ენასაც. შესაბამისად, თუ კი ამ არისტოტელეს დეფინიციაში ლოგოს გავიგებთ არა გონების, არამედ ენის მნიშვნელობითაც შეიძლება ვთქვათ, რომ არისტოტელე იმპლიციტურად გულისხმობდა უკვე იმ გონების და ენის, ანუ აზროვნების და ენის მიმართებას, მასთან ეს სინკრეტულ ერთიანობაში ამოცემული და არ არის ისე დანაწევრებული, როგორც ეს მოგვიანებით, ესე ვთქვათ, სწორედ აი ამ მიმოხილვისას, როგორც თქვენ დააგვერდით, ფაქტობრივად გამიჯვნაც კი მოხდა ამისი და შემდგომში ისევ დაკავშირება, სწორედ აი ჰუმბოლდტის დეფინიციის გზით და აი ეს მთლიანობა განაპირობებს იმას, ეს სინკრეტულობა ძველი ბერძნული გაგებისა ამ დეფინიციის განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ასევე თავისუფლად შეგვიძლია ეს დეფინიცია ვთარგმნოთ, რომ ადამიანი ეს არის ენის მატარებელი ცხოველი, ენის მქონე ცხოველი და ენის ქონა უკვე იმთავითვე გულისხმობს კომუნიკაციის აუცილებლობასაც. ფაქტობრივად აი ეს არისტოტელესეული დეფინიცია ძონ, ლოგონ, ეხონ არა ადამიანისა აერთიანებს თავის თავში ყველა იმ საზრის, რომელიც ენაზე რეფლექსიის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა მოაზროვნეების მიერ სხვადასხვანაირად იქნა ინტერპრეტირებული და რომელიც ჩვენ ამ ლექციის ფარგლებში დღეს მიმოვიხილეთ. ესე ვთქვათ, სასემინარო განხილვისთვის ჩვენ გვექნება ტექსტი, რომელიც არის Ferdinand de Saussure's ზოგადი ლინგვისტიკის კურსის მეოთხე წიგნს წარმოადგენს ეს და ქვია გეოგრაფიული ლინგვისტიკა. მე დღეს ამით გემშვიდობ.